საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რომ რუსულია, პრორუსული კი არა, რუსული ეს დადასტურებული ამბავია ჩემი აზრით 2012 წლიდან, 2013 წლიდან, უბრალოდ საწყის ეტაპზე, საწყისი 7-8 წლის განმავლობაში, თუნდაც 9 წლის განმავლობაში, პირველი 9 წელი ეს იყო აფერისტობის 9 წელი. აფერისტობის 9 წლის სისხლიანი 9 წელი ხო ვიცით ცხადია ბჭყალებში, ხო აფერისტობის 9 წელი კი დადასტურებულია, როდესაც 13-დან ვიდრე 22 წლამდე საქართველოს ხელისუფლება თავს იკატუნებდა, ან წარმოაჩენდა ისე თითქოს საქართველო მიდის ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ დასავლეთისაკენ და აი თვითონ ძალიან ფრთხილად, ძალიან ოსტატურად მიდიან არ უარყოფენ თანამშრომლობას დასავლეთთან, თანამშრომლობენ კიდეც მასთან, გარკვეულ შემთხვევებში უთმობენ და გარკვეულ შემთხვევებში უტევენ პირიქით და აი ასე გამოჰყავთ, გამოადნობენ საქართველოს ევროინტეგრაციას. 22 წლის 24 თებერვლიდან განსაკუთრებით რასაკვირველია და 24 წლის 28 ნოემბრიდან აგე წლისთავი გავა, ერთი წელი გავა. მალე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ახლა უკვე დე-ფაქტო ხელისუფლებამ ნიღაბი ჩამოიხსნა. და ისეთ კანონებს იღებს, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ისეთ რეპრესიულ მექანიზმებს ამოქმედებს, ისეთი რეპრესიები აამოქმედა მან, რომ უკვე ძალიან გამოპროტონებული გიმოდიშებს და ქოცი უნდა იყო, რომ ამას ვერ ხვდებოდე კი, ქოცებიც ხვდებიან, რიგითი ქოცები, უბრალოდ ბევრი მათგანი მიჩუმებულია, ყველა მათგანი არის მიჩუმებული, იმიტომ რომ ვერ მიდიან ამ მათი დედა პარტიის, თუ მათი მშობელი პარტიის წინააღმდეგ აბა მიშა ჯობდა, ამას ამბობენ დღენიადაკ. ხო, მიშას თავისი პრობლემები ჰქონდა, მიშას დროინდელ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მაინც, როდესაც საქართველო გრუზიად უნდა გარდაიქმნას ამ ხელისუფლება წოდებული ბანდის პირობებში, ახლა მაინც უნდა თქვათ, ყველამ ერთად რომ ხო, მიშა ჯობდა. იმიტომ კი არა რომ მიშა იდეალური იყო, იდეალურის გარდა ყველაფერი იყო, მაგრამ არც ერთ ხელისუფალს საქართველოში, არც ზვიათს, არც ედუარდს და არც მიშას სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ზოგადია ეხლა რაც მეკითხარით და არაერთხელ მithქვამს არა მხოლოდ მე, არამედ ყველას ან ბევრს უთქვამს ეს. მეორე მხრივ ეს მგლის თავზე სახარების კითხვასაც წააგავს, ჰგავს. რამდენიც არ უნდა ვუჩიჩინოთ ქართული ოცნების რიგით ამომრჩევლებს, ისინი ვერ რჯულდებიან, ვერ მოფერიანდნენ აქამდე და ფიქრი იმის თაობაზე, რომ ვერც მომავალში მორჯულდებიან, მოფერიანდებიან, სხვაგვარად იფიქრებენ, ეს ფიქრი რელევანტურია, ეს ფიქრი ადეკვატურია, ეს ფიქრი სწორია. ცოტას თუ გადმოიყვან ნამდვილი საქართველოსკენ, ისინი მიჰყვებიან ამ ქართულ რუსულ ოცნებას უფსკრულში და თავადაც იჩეხებიან ამ უფსკრულში ჩაჩეხილ უკვე ქართულ ოცნებას თავადაც ჩეხენ და ქვეყანასაც ვნებენ და ვნებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხანდახანზე ხშირად მეფიქრება, რომ გლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ეს ყველაფერი. და სულ ვცდილობ, არ გამომდის, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ აღარავინ დავამუნათვაი დღეს ორჯერ მომიხდა მომიწია დამუნათება ამ ფეხბურთელების ორ ვიდეო ბლოგში. რომ დავამთავრე ან ერთი ან მეორე ან ორივე, მე ვკითხე საკუთარ თავს რა ჯანდაბად გინდა მათ სრულწლოვან ადამიანებს უკვე აქვთ გაკეთებული არჩევანი და ისინი არიან, უნდათ არ უნდათ, აღიარებენ არ აღიარებენ, ისინი არიან ამ რეჟიმის სამსახურში მეთქი. და დავამუნათე საკუთარი თავი, ვუთხარი საკუთარ თავს, რომ არ ღირდა ამის გაკეთება მეთქი. მაგრამ მეორე, მესამე თუ მეოთხე თუ მეხუთე მხრივ უნდა იფიქრო კი არა, უნდა ესაუბრო მათ. და კონკრეტული ფაქტები, ამბები უნდა გააცნო. იცით თქვენ რომ ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას ხელს არ უშვებს. ხელის გაშვება რომ ვსდომებოდა ევროკავშირს, აქამდეც გააუქმებდა ასოცირების ხელშეკრულებას, სავაჭრო თავისუფალ ხელშეკრულებას საქართველოსთან. გააუქმებდა უვიზო რეჟიმს, გაგვიუქმებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც პრაქტიკულად ასე უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გვაჩუქეს, ავანსად მოგვცეს. ევროკავშირი ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არა მხოლოდ ქართული რუსული ოცნების წინააღმდეგ, არამედ ქართული ხალხის წინააღმდეგაც, რომ ჩვენგან ზოგს მაინც დასწყდებოდა გული. ჩვენგან ზოგი მაინც იტყოდა, რომ ეს არ არის თლად სამართლიანი ძვირფასო
ჩვენო მეგობრებო ევროპის კავშირიდან. ბრიუსელს მიმართავდა, რომ ეს არ არის სწორი. მაგრამ არა, ევროკავშირმა არ დაასანქცია ქართველები. ევროკავშირმა არ დაასანქცია ქართველები ჩემი მოსაზრებით, იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცის ორი რამ. პირველი, ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის აღმოჩენაში მისი იოტის ოდენაზე ოდნავ მეტი წვლილიც არის იმ წინა ევროპისა, წინა ევროკავშირისა, მეთქი მერკელის დროინდელი ევროკავშირის, ასე მაგარ ევროკავშირისა და დასავლური სივრცისა. ასე მაგალითად 2008 წელს ეს ოხერი და ტიალი აპრილის თვეში 4 აპრილს ომამდე 3 თვით ადრე რომ გამოემეტებინათ მართებული სიტყვა, ალბათ მართებული ზმნა არის. დასავლეთ ჩვენთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ვინ იცის იქნება არც მომხდარიყო 2008 წლის 7 აგვისტოს 7-დან 12 აგვისტომდე იცით თქვენ რომ რა საშინელება დაგვიტრიალა, რა წისქვილის ქვა დაგვიტრიალა რუსეთმა ჩვენ თავზე. მერკელის ბრალი იყო ეს რასაკვირველია და არა მხოლოდ მერკელისა, არამედ მერკელის პოლიტიკას რომ ახვნენ ცალკეული ევროპელი ლიდერები, მათიც. მანამდეც 90-იან წლებში შევარდნაძის პერიოდში მეტწილად დასავლეთს ევროკავშირსაც მათ შორის, ევროპასაც მათ შორის შეეძლო უფრო სერიოზულად ჩაეჭიდებინა ხელი ჩვენთვის. არ აღიარებდნენ არასოდეს, მაგრამ პრინციპში ხომ ვიცოდით რომ ისინი მიიჩნევდნენ რომ არსებობს გავლენის სფეროები. მეც გულახდილად გეტყვით, არასოდეს საჯაროდ არ წარმომითქვამს ყოველთვის, როცა ნატოზე ასე მაგალითად უკვე 2000-იან წლებში 2003-დან, 4-დან, 5-დან ვაკეთებდი განცხადებას თუ კომენტარს ვაძლევდი ნატოს თაობაზე, მე სულ ვამბობდი იმას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ აქვს არანაირი ვეტოს უფლება, მაგრამ მე ხომ ხვდებოდი იმას, რომ ევროპელები დასავლეთი ზოგადად რუსეთს ერთგვარ ანგარიშს უწევდა. ახლა უკრაინის ამბებმა ევროპა გადაასხვაფერა, სხვაგვარი გახადა. ახლა თუ ვინმე ხვდება უკრაინის გამარჯვების, არ დამარცხების კი არა, გამარჯვების აუცილებლობას, ევროპა არ არის ამ ვინმეთა შორის მეორე. კი, ოკეან გაღმაც ხვდებიან, რასაკვირველია, მაგრამ ევროპელები, ევროპის ბევრი სახელმწიფოს ლიდერი ღიად ამბობს, რომ იცით რა, თუ დავუთმობთ რუსეთს ამ საკმაოდ დიდ ევროპის მასშტაბით უდიდეს ქვეყანა უკრაინას, ხო? ამ შემთხვევაში პატარა ქვეყნებსაც შემოუტევს უკვე ეს გავეშებული პუტინი. გავეშებული არის რა? ის უკვე იოლად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ნატოს მეხუთე ფუძემდებლურ მუხლს და კოლექტიური თავდაცვის თაობაზე მუხლი რომ არსებობს მეხუთე ნატოსი, ფუძემდებლური მუხლი აკითხარით, ასე ფიგურალურად ვიტყვით, დაგვახევს თავზე. მართლებიც არიან. ამიტომაც ევროპელები, საფრანგეთის ლიდერი, გერმანიის ყველაზე კარგი ლიდერი ბოლო პერიოდიდან, სხვები და სხვები, პოლონეთის ლიდერი, იტალიის ლიდერი, სხვები და სხვები, ფინეთის, ვინ წარმოიდგინდა, რომ ფინეთი ჯერ ნატოს წევრი გახდებოდა, ამას ვინ წარმოიდგინდა, მაგრამ ფინეთის ლიდერი რომ ასეთი იქნებოდა, ხო, ისიც ბალტიის სახელმწიფოების ლიდერები, სხვები და სხვები, ოკეან გაღმა ვუტრირებ, კვირაში ერთხელ არა, თვეში ერთხელ გადაფრინდებიან და ელაპარაკებიან ტრამპს. პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს, ისიც ადეკვატურია, არ მინდა ავყვე ახლა მაინც და მაინც ანტიტრამპისტების ამ ხმამაღალ კრიტიკას და კიდევ უფრო მეტად ადეკვატური ხდება ხოლმე მას შემდეგ, რაც დაელაპარაკება ევროპელ ლიდერებს და ისიც მოწადინებულია, ისიც ფიქრობს კონფლიქტის დასრულებაზე, პირველ ყოვლისა ახლა გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქსიოსმა გავრცელა ეს ინფორმაცია, ფიქრობს კონფლიქტის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ახალ გზაზე, ამასთან კავშირშიც შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა ვიზიტი თურქეთში და უჭკვიანეს, უგონიერეს ლიდერ ერდოღანთან შეხვედრა. თურქეთი არ იქნება და ვერ იქნება მეორე ხარისხოვანი უკანა პლანზე გადაწეული ქვეყანა, ვერც ზოგადად რეგიონის, ფართო გაგებით რეგიონის და ვერც კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. მას უზარმაზარი როლი აქვს ახლო აღმოსავლეთში და მას აქვს უზარმაზარი ამბიცია, რომ იყოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არა შუამავალი, არა, არამედ ერთგვარი სივრცე, სადაც გაიმართება შეხვედრები, ამით
საკუთარ რენომე რეპუტაციას სერიოზულად აპლუსებს რეჯეპ ტაი ერდოღანი, ასე უნდა თქვა. და სხვებს, რომლებსაც არანაირი წვლილი როლი არ უნდა ჰქონდეთ კონფლიქტის დარეგულირებაში, რუსეთსა და უკრაინას შორის ერდოღანს ერთგვარად ეპაექრება კი რა ჩოჩებს ერდოღანი ტროას ცხენია სივრცეში ევროკავშირისა და სივრცეში ნატოსი. ხო, მე კი უნდა დავუბრუნდე საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას. საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ევროპა არ ელაპარაკება, იმიტომ რომ ევროკავშირმა მიიჩნია, რომ ამათმა გააყალბეს არჩევნები ერთი. ამათ 26-ში გასულ წელს ოქტომბერს ამათმა გადაუხვიეს სტრატეგიული ხაზიდან საქართველოს და სწორედაც არის თქვენს რა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე კობახიძე ბანდიტი გეტყვის რომ უარი არ გვითქვამს ჩვენ ევროკავშირში ისევ მივდივართო, მაგრამ ყოველ ამ გვარ განცხადებას მოსდევს მისივე და ბიძინა ივანიშვილის ექსპერტების მხრიდან დედის გინება ევროკავშირისა და კეთილების გინება მისი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან და რაც მთავარია დედის გინებას და კეთილების გინებას ვინ ჩივის ყველა გადაწყვეტილება რომლებიცაც ისინი იღებენ გასული წლის ნოემბრიდან განსაკუთრებით და მანამდელი პერიოდიდანაც რასაკვირველია ყველა გადაწყვეტილება არის ანტიევროკავშირული, ანტიევროპული, ამიტომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს და ფიციც არ გვწამს, ცხადია. ჩვენ არ გვჯერა და არც აღარავის ჯერა რომ ესენი ადეკვატურები არიან საერთოდ, ესენი უბრალოდ ხმამაღლა ამბობენ რომ ევროკავშირი ჯერაც პრიორიტეტია, მაგრამ ყველა ფერი, რასაც აკეთებენ ნებისმიერი მიმართულებით, არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ევროპელები უიშვიათესად, მაგრამ ხანდახან მაინც ცდილობენ თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობას. ეს დე-ფაქტო ხელისუფლებას თითქოს ხანდახანზე იშვიათად ამბობს გვაღიარეთ და ჩვენ თანახმანი ვართ რომ ეს დიალოგი განვაახლოთო. არავინ ამათ არ აღიარებს, მაგრამ უიშვიათესად მათ ხანდახან მაინც მოიწვევენ ხოლმე იმისთვის რომ გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის თლად ქართული არ არის პრესში გაატაროთ, საცერში ალბათ უფრო ზუსტი სიტყვა. ანუ გააკრიტიკონ და მიუთითონ შენ დაარღვიეს, თქვენ დაარღვიეთ ეს რასაც ჩვენ ვითხოვდით, თქვენ ამიტომ და კიდევ იმიტომ ხალატობთ თავარ ან ძირითად ღირებულებებს, რომლებიც აქვს ევროკავშირს. აი შესაბამისად ამ კუთხით თუ ვიბჯელებთ ევროკავშირისმა მიიღო ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ გაიმართოს საქართველოს ევროკავშირის დიალოგი, რომელიც ადამიანის უფლებებს და არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს უნდა შეხებოდა. და დააპატი გაგიკვირდებათ და დაპატიჟეს აქაური ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლები. თბილისს ეს წერილი მოუვიდა საგარეო უწყებას პირველ ყოვლისა, მთავრობის ადმინისტრაციას ასევე რასაკვირველია. ბიძინა ივანიშვილს ეს წერილი არ მისვლია, მაგრამ აუცუნცულეს აბას თუმანშია ახლა ოლიგარქი აუცუნცულეს უთხრეს რომ ბრიუსელი გვეპატიჟებაო და რა ვქნათო. ბიძინა არ ვიცი რა უპასუხა, ცხადია არის რამდენიმე ვარიანტი, რაც გინდათ ისქენით, ასე მაგალითად თავისი კილოკავით ზემოიმერულით და თან გარეული აქ ეს აბას თუმნურიც თუ არსებობს, ცხადია. ხო, რაც გინდათ ისქენით შეიძლებოდა ეს ეპასუხა. შეიძლებოდა ეპასუხა რომ რასაკვირველია წადით. შეიძლებოდა ეპასუხა რომ არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ. და ასე შემდეგ. შეიძლება ეპასუხა შემდეგი რამ რომ მე განვსაზღვრავ დელეგაციის შემადგენლობას, რომელიც უნდა ჩავიდეს და ევროკავშირს უნდა ესაუბროს. ხო და ეს დელეგაციის შემადგენლობა რა მნიშვნელობა აქვს? ვისი მხრიდან თუ ვის მიერ, ხო? იყო ჩამოწერილი. და დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩამოწერა იმ პირთასია, ვინც ევროპელ პარტნიორებს უნდა ესაუბროს. და მათ შორის მოახვედრა პირი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. ეს ალექსანდრე დარახველიძე კი პატარა კაცი კი არ არის. ალექსანდრე დარახველიძე, რომელსაც გაჩვენებთ ახლა, ხო, დასანქცირებული პირია. როგორ ევროკავშირმა რომ დაასანქცირა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეს რა მაკა ბოჭორიშვილმა არ იცოდა? როგორ გონიათ თქვენ? არ იცოდა მთავრობის თავმჯდომარეს წოდებულმა პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ? ცხადია იცოდნენ. მაგრამ ორი ვარიანტია, ან ეგონათ რომ ევროკავშირი
ყურს მიღმა გაატარებდა ამ ყველაფერს იტყოდა რომ მერე რა რომ დასანქცირებულია ის ხომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა მოდი მასაც ველაპარაკოთო მაგრამ ამა ეს თუ იფიქრეს ეს თუ წაეფიქრათ კი ბოდიშებთ ამ სუდი ბილწის სიტყვისთვის ნახევრად ბილწის სიტყვისთვის ან თუ გნებავთ არ წარმოვთქვათ ნახევრად ბილწის სიტყვა და ესეთი სიტყვა მოვიშველიოთ იდიოტები ყოფილან საწყლები რა საკვირველი ევროკავშირი ამას არ გაატარებდა იმ ევროკავშირშიც ხომ მიუვიდა თბილისიდან ფურცელი იმეილი დახურული დიპლომატიური ხაზებით გზავნილი თუნდაც თუ გნებავთ ესე ვიტყვი იმეილი ნაკლებად ალბათ უფრო დიპლომატიური პოსტა სადაც წაიკითხეს რომ დელეგაციაში შედის ეს ალექსანდრე დარახველიძე და მე დაიწყეს მონიტორინგი კი მაგრამ who is ალექსანდრ დარახველიძე ვინ არის ეს ალექსანდრ დარახველიძე და აღმოაჩინეს რომ ეს ის ალექსანდრე დარახველიძეა რომელიც ცოტა ხნის წინ თავად ევროკავშირმა და ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაასანქცირეს და კი ბოდიშებთ რა საკვირველია მაგრამ გამოშტერდნენ თქვენს რომ კი მაგრამ ჩვენ ვასანქცირებთ ტიპია ეს ალექსანდრე დარახველიძე რა საკვირველია ვასანქცირებთ და ქართული ოცნება ბანდა რუსული ანუ ხო ბედავს და მაინც კვტენის კიდე უცნაური ზნა არის ესეც კვტენის ვინმე დარახველიძე ალექსანდრე დარახველიძე რომ ჩაისვეს დელეგაციაში ამათმა ფურცელზე სწორედ და გააგზავნეს ეს ფურცელი ბრიუსელმა ამის შედეგად ევროკავშირმა ამის შედეგად ჩაშალა ეს დიალოგი და გაუქმდა ეს შეხვედრა ჩვენთან დაკავშირებით რაც უნდა ყოფილიყო ანუ გამოდის რომ ვერაფერი არა შეგნებულად ჩაშალა ეს შეხვედრა არა ბრიუსელმა არამედ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ რომელმაც აკი გითხარით და გავიმეორებ შეგნებულად ჩასვა ეს ბანდიტი კაცი დარახველიძე შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული კაცი დარახველიძე ამ სიაში თავიდან გავრცელდა ინფორმაცია თავიდან არ ვიცოდით ჟურნალისტები არ იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა კი მაგრამ ვის გამო ჩაიშალა ეს შეხვედრა ვისი ჩასმის გამო დელეგაციაში ვისი ჩასმის გამო ჩაიშალა ეს შეხვედრა და უკვე შემდგომ ჟურნალისტებმა არათუ გაარკვიეს არა მხოლოდ გაარკვიეს არამედ ეს კაცი მინისტრის მოადგილედ წოდებული რომელსაც უთუა რომ უნდა ენდომება მინისტრობა როცა იქნება მაშინ იმიტომ რომ თავი ხო მასაც კიტრი ჰგონია ამ პატივცემულ კაცს ეს პატივცემული კაცი გამოიჭირეს და მოусმინოთ სალომე ლაბაძეს აქვს ერთი თვისება ჩემს კოლეგას უმცროს კოლეგას ტელეკომპანია ფორმულადან მას აქვს არა მხოლოდ კითხვების დასმის არამედ რესპონდენტების დაკითხვის თვისება ის დაკითხავს ხოლმე ამ რესპონდენტებს ისეთ ნიუანსებს აღმოუჩენს ისეთ ნიუანსებამდე ჩავა ხოლმე რესპონდენტებთან რომ ეს საწყლები უბედურები თავისა ხო ერთი სული აქვს რომ დაუზრნენ ამ საწყლებსა და უბედურებს საკუთარივე თავისა დაუზრნენ ხოლმე ყველა ჩიხში პარლამენტის ყველა ჩიხში შეიყუჟონ და როგორც სალომე ლაბაძე და კამერა ფორმულასი არ აღმოაჩინონ უკვე მე-5-ეთ, მე-6-ეთ, მე-7-ეთ ვაკებ და არ დამეზარება მისი და არა მხოლოდ მისი ქება უმრავლეს შემთხვევაში ტელეკომპანია ფორმულადან იმდენო ტელეკომპანია ფორმულა მგონია რომ საუკეთესო არხია და არის კიდეც საუკეთესო არხი მაგრამ ეხა პირველის ჟურნალისტები რო არ შემომწყდნენ მათი ჟურნალისტებიც რასაკვირველია არაერთხელ შემიქია და ასეც გავაგრძელებ ახალგაზრდებოაც კი თქვენ გამოდით თქვენი ჭირიმეს ჩარჩოსა თუ კონტექსტია ჩემი 25 წელი არა 32 წელი არა ჟურნალისტი ვარ მისგან ჩემგან ქება მათი მაგრამ ახლა ამაზე ხარ ლაპარაკობთ ახლა დარახველიძეს უნდა მოусმინოთ დარეხვილს ცოტა ჩემი აზრით არა ქვარის მიხედვით ცხადია ესე არ უნდა აკრიტიკო ხოლმე მაგრამ მაინც ბოდიში სად არის დარახველა იმ პირად განსაზღვრული რომელიც უნდა ყოფილიყო დელეგაციაში რომელიც შეკრა ქართულმა ოცნებამ რომელიც გაემგზავრებოდა ბრიუსელში და პარტნიორებს დაელაპარაკებოდა ადამიანის უფლებების დაცვის თუ დარღვევის მდგომარეობაზე საქართველოში
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დეტალური კომენტარი გააკეთა. ესე იგი, დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. რა ის როგორ არის უადგილო კაცო? დასანქცირებული ხარ თუ არა, ბატონო ალეკო, ბატონო ალექსანდრე? სანქცირებაზე საუბარი უადგილო როგორ არის? საგარეო საქმეთა მინისტრი თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო რა კომენტარს აკეთებს ამას არ გეკითხებათ სალომე ლაბაძე? აქ გეკითხებათ თქვენ სხვა რამეს და თქვენ თუ იცოდით და იცოდით რომ სანქცირებული იყავით, კითხვა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ. ხვალ რო ადგებით და სადღეგრძელოს დალევთ ქართველი ქალისა, სამშობლოსი ქვეყნისა თუ თავისუფლებისა, თქვენ თავად როგორ ინამუსეთ, როგორ გეყოთ ნამუსი, აი ესე უნდა ვთქვა და როგორ ჩაეწერეთ იმ ქსიაში, როგორ არ უთხარით სის შემდგენლებს კი, მაგრამ ინც იყო რა მნიშვნელობა კობახიძე ვთქვათ, ხო კი, მაგრამ მე რას მიშვებთ? აგე მეორე მოადგილი, რომელიც სულაც არ არის დასანქცირებული და ის გაუშვით, ის იქნება და ის იბოდიშებთ მიიღოს ბრიუსელმა. იქნება და მასთან გაამყაროს, ჩემთან ხო ცოტა საშიშია. მაგრამ ნამუსი ხო არ არის, ხო გაქრა ნამუსი. მასთან გაქრა არც არსებულა მეთქი ასე ვიტყვი. ოღონდაც კი არ ვიცი ხა ეს კორუმპირებულია თუ არა, მაგრამ არ ვიცი ამის კოლეგები ხო იყვნენ კორუმპირებულები და არიან კიდეც, ოღონდაც კი მოიპარონ ერთი სახლი, მეორე სახლი, მესამე სახლი, მეოთხე აგარაკი, მეხუთე სახლი და ასე შემდეგ, ერთი მანქანა, უკეთესი მანქანა, ეს შემოსავალი მარჯვენა მარცხენა ჰქონდეთ და აი ეხა მე სულაც არა ვარ ტრფია მოყვარული იმის ჭაბუა მირეჯიბის ნაწარმოების, რომელიც უმრავლესობას არც უკითხავს. კინო გვაქვს ნანახი ხო? შუბლის ძარღვია გაწყვეტილი. მათი უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ მადასტურებელი რომ შუბლის ძარღვი ნაღდად გაწყვეტილია, კიდე სხვა ამ კომენტარის სხვა პასაჟებიც არის და მოусმინოთ კაცს, რომელიც გვარად არის დარა ხველიძე. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, ვისაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გაეცემოდა ამომწურავი ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაფუძნებული პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა, შესაბამისად გადაიდო ეს დიალოგი. პასუხების მოსმენა არის სურვა ბრიუსელმა. არამედ პასუხების მოსმენა არის სურვა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულაც აღარა ვარ მომხრე დამუნათებისა, იმ პირების დამუნათებისა, რომლებიც ქართულ ოცნებას ხმას აძლევენ, მაგრამ თქვენ მინდა მოგმართოთ კეთილშობილებო, ზვირფასებო, კარგებო, საყვარლებო, ჩემებო, არაჩემებო. ხომ შეეძლო განყოფილების გამგის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მეორე მოადგილის, სხვა მოადგილის გაშვება იმ პარტიას, რომელსაც თქვენ ხმას აძლევთ, მაგრამ არ გაუშვა და ფიქრი იმის თაობაზე, რომ შეგნებულად გააკეთა ეს, რომ მე ბრიუსელს თავად ჩაეშალა ეს შეხვედრა, ხო, ეს შეგნებულად გააკეთა ქართულმა, რუსულმა ოცნებამ. თუმცა დარა ხველიძე თავისეულ სიბჭყალებში სიმართლეს გვთავაზობს. აღარ ისურვესო, თუ სურვილი არ გქონდათ, მაშინ სულ თავიდანვე არ ჩანიშნავდნენ ამ შეხვედრას და არც ერთს დახპატიჟებდნენ და არც მეორეს. მოკლე ფეხები რო აქვს ტყუილს, ამაზე უახლოეს დღეებში ალბათ ხვალზე ჩვენ ბრიუსელის პოზიციასაც მოვისმენთ, მაგრამ დარა ხველიძის პოზიცია უკვე მოვისმინეთ. დარა ხველიძისა, რომელსაც არ წარმოუთქვამს წინადადება, ნუ გამიშვებთ, იმიტომ რომ მე მათ უსამართლოდ, მაგრამ დამასანქცირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან თქვენ იყავით წარდგენილი? როდესაც იქნება მზაობა კონკრეტული დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა და თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც ასე ვთქვათ, დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს თითოეული მზაობა უნდა ჰქონდეს თურმე ევროკავშირს, რომელსაც კვლავ ვიმეორებ და დავასრულოთ ეს ბანდიტი კაცის კომენტარი. მოსმენა მზაობა უნდა ჰქონდეს თურმე ბრიუსელს, რომ ისაუბროს თბილისთან, თორე თუ არ ექნება და რა პრობლემაა, ესენი ხომ რუსეთისკენ მიდიან და ბრიუსელი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. საქართველოს ხელისუფლება დაწოდებული ბანდა შეგნებულად მიდის იმაზე, რომ იზოლაცია მოხდეს მისი.
და აი მერე კი უნდა თქვას, მერე კი უნდა რომ თქვას, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა დასავლეთმა ჩვენ არ მიგვიღეს და სხვა გზა რა გქონდა მოსკოვისკენ უნდა გადავხრილიყავითო, მოსკოვისკენ უნდა წავსულიყავით, იმიტომ რომ ბრიუსელი იყო არაადეკვატური, ომში გვითრევდაო. იმიტომ რომ ბრიუსელი იყო არაადეკვატური, ერთსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებდაო. იმიტომ რომ ბრიუსელი იყო არაადეკვატური, ერთსქესიანთა ქორწინებას ხო გვავალდებულებდა, მაგრამ ამ ერთისქესის წარმომადგენელთა მხრიდან შვილის აყვანას გვავალდებულებდაო. ასევე კიდევ სქესის შეცვლასო, გენდერისო, სქესისო, რა ვიცი, კიდე რაღაცისო და ასე შემდეგ. ომში გვითრევდაო ეს თქვი, ხო დიპ სტეიტი მართავდა ბრიუსელს. დიპ სტეიტი არ მართავს ამ მოსკოვს და აქედან გამომდინარე მისკენ, რუსეთისკენ, მოსკოვისკენ წავედით, რომელიც ამასობაში იმასაც გვპირდება, რომ ტკბილი და თბილი ურთიერთობების დალაგების შემთხვევაში, მისი არ კრიტიკის შემთხვევაში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს როცა იქნება მაშინ დაგვიბრუნებს. რაც ტყუილია. ძვირფასებო. ტყუილია, რუსეთი არაფერს ჯერ ერთი არ დაგვიბრუნებს და რომ იცოდეთ მაინც. ომის პარტია საქართველოში არის ყველა რუსული პარტია, რომელსაც უნდა საქართველოს დაჩმორება, დაჩაჩანაკება, დაბეჭავება, გაუბედურება, დამარცხება და ასე შემდეგ. და ამ ყველა რუსულ პარტიაში მთავარი არის არა ხალხის ძალა ან რომელიმე რაღაც ეგრეთ წოდებული პატრიოტული ვითომ ქართული პოლიტიკური სუბიექტი, არამედ ამ მთავარ რუსულ ძალებს შორის რასაკვირველია მთავარი არის ქართული, ანუ რუსული ოცნება, რომელიც ისეთ ვითარებას ქმნის, რომლის შედეგად ამ ვითარების შედეგად ჩვენთან შემოჯლიგინდება დამატებით არა მხოლოდ რბილად და თბილად რუსი, არამედ უხეშადაც ის უკვე გძნობს თავს მასპინძლად და ხვალზე, როდესაც ქართული ოცნება, რუსული ოცნება გაიმარჯვებს, კიდევ უფრო მეტი მასპინძელი იქნება რუსი, ეროვნებით რუსი ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ გვინიშნავს მოცემულ ეტაპზე არა მინისტრის მოადგილეებს, მაგრამ განყოფილების გამგეებს მაინც, ან ამა თუ იმ დეპარტამენტში თუ განყოფილებაში იმყოფ პირებს რუსეთი, ან თუ არ გვინიშნავს ქართველი რუსების სახით, ან თუ არ გვინიშნავს კონტრაქტებს აფორმებინებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან კი არა, უმნიშვნელოვანეს უწყებებს ცალკეულ რუსულ კომპანიებთან. ახანი და ეს ყველაფერი ფრჩხილგახსნილი იქნება და მათ შორის ესეც იქნება საბრალდებო დასკვნაში შესატანი ქართული რუსული ოცნების ცალკეული უწყებების ხელმძღვანელების მიმართ წინააღმდეგ. ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირმა ჩახსნას საქართველო. ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ გაფართოებაში. გაფართოების არანაირ სიაში არც 28 წლის, ასე მაგალითად, არც 30 წლის და არც 32 წლის. ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსი დამკვიდრდეს აქ. რუსეთი დამკვიდრდეს აქ. ერთ შემთხვევაში დარახველიძე გააკეთებს ამას და სხვა შემთხვევაში დარწმულიშვილი. ასე უნდა თქვა, აბა, სხვაგვარად თქვენ არ გესმით. ყველა კარგ დარახველიძეს გაუბარჯოს აქვე ვიტყვი. ბევრი იქნებით დარახველიძეებში. და კობახიძეებში ხომ არიან და არიან. აი, რუსი კობახიძე თვალსაჩინოებაა კარგი კობახიძეებისა. ყველა გვარში არიან ცუდებიც და ყველა გვარში არიან კარგებიც. ივანიშვილებშიც უთუოდ, მე არ ვიცნობ, არაერთ გოგოს ვიცნობ, ოღონდ სიმართლე გითხრათ, ვიცნობ შორიდან. ხო, რამდენადაც მახსოვს ის რაღაც მას კარგი, ჯანმრთელი, სწორი ევროპული, ანუ ქართული პოზიციის, საქართველოსთვის სწორი პოზიციები აქვს. კარგით, ეხლა იმაზე რომ არ გადავიდე ეხლა სხვა თემებზე, 30 წუთი ამოიწურა პრაქტიკულად, ანუ ნახევარი საათი. ბატონებო და ქალბატონებო, ამათმა ჩაშალეს ეს შეხვედრა, ახლა თავს იმართლებენ, მაგრამ ვერ გაიმართლებენ. ჩვენ ვუახლოვდებით ამათი დასრულების წამს, ერთ წამში მოხდება ეს ყველაფერი, წამი გაგრძელდება მათი დასრულების გაფორმება, სახელის ნიშნის დასმა მათ დასრულებაზე. ნახვამდის.